რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა, თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. სირიის ახალი ხელისუფლების ხელმძღვანელი აზერბაიჯანში ჩავიდა. თითქოს მარტივად ახსნადი ამბავია თურქეთის კაცია და ჩავიდა იქ, სადაც ანგარიშს ყველაზე მეტად უწევენ. ასე იმკვიდრებს ადგილს პოლიტიკაში სირიის შინ თუ გარეთ. მაგრამ ეგ მისი პრობლემაა. ჩვენი პრობლემაა, რომ სირიამ ჯერ კიდევ ასადის დროს აღიარა აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და გადაწყვეტილება არც მისი დამხობის შემდეგ შეუცვლია. ქართულ ოცნებას ეს ამბავი თითქოს აქამდე ბევრჯერ გაახსენეს. ხან შიგნიდან გაახსენეს, ხან გარედან გაანძრია ხელიო, მაგრამ მთელი ქართული დიპლომატია უკვე კაიხანია გადართულია უნგრეთში ვიზიტების დაგეგმვაზე და შესრულებაზე. მხოლოდ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ოცნებამ თურქეთს თხოვეთ შუამავლობაო, მაგრამ შედეგზე უკვე აღარაფერი უთქვამთ. არადა რუსეთის დახმარებით სეპარატისტები შუაზე იხევიან, რომ აღიარება შეინარჩუნონ. სოხუმის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასულიც კი იყო სირიაში, ოღონდ ვერ გავიგეთ შეხვდა მინისტრს თუ არა. აი, ცხინვალელთა ვითომ ელჩი რუსეთში კი ნამდვილად შეხვდა ელჩს მოვალეობის შემსრულებას უბრალოდ მოსკოვში, რაც კარგს არაფერს ნიშნავს. სირიის ახალი პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი მარტივად შეგვიძლია, რომ საჩვენოდ გამოგვეყენებინა, მაგრამ ამაზე როგორც ჩანს, ისევ არავინ ფიქრობს. ყველაზე უხეში იქნებოდა მისი თვითმფრინავისთვის საერთოდ ჩაგვეკეტა საჰაერო სივრცე, რაც ბაქომდე მიღწევას ძალიან გაურთულებდა, მაგრამ ეს ჩვენს გაგვირთულებდა საქმეს. მეორე გზა კიდევ არის. ილჰამ ალიევი დაპირდა აჰმედ ალ-შარას აზერბაიჯანის განსს მოგაწვდითო. ქართული ოცნება ხომ არავის უშინდება და პირველ ადგილზე ხომ სუვერენიტეტს აყენებს. ადეკით ახლა და თქვით, არავითარი გაზი სირიას, სანამ უკანონო აღიარებებს არ გააუქმებსო. აი, ისეთი ვერ იხით, ყელი რომ ჩაიგლიჯე თავის დროზე გარეჯი საქართველოა. რას მიაღწიეთ გვახსოვს, მაგრამ ახლა ეს წადეთ. ტრუბა საქართველოა იყვირე და გადაკეტეთ ვენტილები. ცდა ბედის მონახევრიაო და ასე კი მიიქცევთ ალიევისა და ერდოღანის ყურადღებას. იმათვის მაგ აღიარების გაუქმება სულ ერთი სატელეფონო ზარის ამბავია, მაგრამ თქვენ ამ ბოდიშებითა და საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებით უკვე თავად გაიარეთ გზის ნახევარი აფხაზეთისა და ვითომ სამხრეთ ოსეთის აღიარებისკენ და ვისთვის რა დემარშის მომწყობები ხართ, რა თქმა უნდა, საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა. ძალიან შეუტია ქოც ევროპამ და ძალიან შეუტია ქოცმა ევროპას. პუტინის დავალება წარმატებით სრულდება. საქართველო უბრუნდება თავის ბუნებრივ ადგილს, ივანაშვილისთვის ბუნებრივს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის როლს. აი, ხო ყველაფერი საინტერესოა. ჩვენს თვალწინ იწერება ისტორია, მძიმე, მაგრამ ისტორია. სანქციებით, სვიფტიდან გათიშვებით, უვიზოს გაუქმებით, ყველაფრიდან მოკვეთით და მაინც ყველაზე საინტერესო შეიძლება არა ევროპული ლიდერების, არამედ ვიღაც ხობი გლეჯიაშვილების როლი იყოს. ისეთი აი ზარფოას რომ მისცეს მეორე ხარისხოვანი ჯამბაზის როლი ბორისის კარზე. რა ვქნა ბატონო ირაკლი, დამსახურებული პარლამენტარი კი ბრძანდებით, მაგრამ არის რაღაცები, რის გამოც პირველ კლასში მიბრუნება არ გაწყენდათ. ხო და მე ვეცდები თათარიახნად ავანაზღაურო თქვენი ინტელექტუალური დანაკლისი. რაისა კომუნისტკა არის უნებს. რაისას გადაიცით გორბაჩოვს ვაფიცებ. უკვე მე რამდენად ამტკიცებთ, რომ რასა იოკნევიჩიანი კომუნისტია. თქვენ არის სასამართლო რომ იყოს ლიეტუვაში აქამდე ციხეში ამოგალპობდა ცილის წამებისთვის. აი მისი ბიოგრაფია. საგანგებო თქვენთვის და თქვენი ხაზეინისთვის რუსულადაც მოუძებდნენ და კომპარტიაზე ვერაფერი ვიპოვნენ. თქვენს ლეგიტიმურობას ვიცავ, ვერაფერი. 1992-90 წლებში მუშაობდა ლიეტუვის პროვინციულ საავადმყოფოში პედიატრად. 1988 წელს შევიდა საიუდისში და გახდა ადგილობრივი საბჭოს ხელმძღვანელი. საიუდისი თქვენ არ გეცოდინებათ და ქართული ანალოგი ჩვენი მაშინდელი სახალხო ფრონტი იყო. თუმცა თქვენ არც სახალხო ფრონტი გეცოდინებათ. მოკლედ, საიუდისი იყო, ვინც ლიეტუვაში კომუნისტები დაამხო, მარტივად. მისი თავმჯდომარევენი იყო, არ გეტყვით. სახელი და გვარი არ მოგეწონება და კიდევ რამე აბდურს მოროშავთ. არ გვით. რასა იუკნევიჩიანი სეიმში, ანუ პარლამენტში პირველად 1996 წელს აირჩიეს. მას შემდეგ კიდევ აირჩიეს 5 ჯერ. ოღონდ მართლა ირჩევენ იქ დეპუტატებს, მართლა. ხმას თუ არ მიიღე, პარლამენტის წევრი ვერ ხდები. თუმცა თქვენ ვერც მაგას ვერ გაიგებთ. 2008-დან 2012-მდე ეს ქალბატონი ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი იყო. 2019 წლიდან კი არის ევროპარლამენტარი. ხო და ყველა ზემოიმერელი პინგვინის სიცოცხლის გაფიცებ. საწერი აქ კომპარტია და გორბაჩოვი. სადაა კომპარტიის ადგილი, თორემ ვიღაცა შეიძლებოდა ამოეშალა ან ლამაზად შეეფუთა. როგორც თქვენი მეგობრები შვებიან. ამ გახსენებაზე მართალი კომუნისტები თუ გაინტერესებთ, მაგათაც მოგახსენებთ. აი მაგალითად ეს კაცი, რომელსაც 1984-დან 90-მდე ოფიციალურ ბიოგრაფიაში უწერია საქართველოს რაიონული, საქალაქო და ცენტრალური პარტიული ორგანიზაციები, ინსტრუქტორი. თქვენ ალბათ არც ეგ იცით, მაგრამ 1984 წლიდან 90-მდე საქართველოში ერთადერთი პარტია არსებობდა, კომუნისტური.
უბრალოდ ბატონ მაგიამ თავისი წარსული ოდნავ შეალამაზა. 6 წელიწადს აწაიღებდა, რამე უნდა ჩაეწერა და სიტყვა კომუნისტური ამოაგდო. ვითომ ვინ რაიც ახლა ანდროპოვის დროს რომელი პარტიის ინსტრუქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი. ამხანაგ ვოლსკის სულ ოდნავ ჩამორჩა ამხანაგი ბენაშვილი. ეგეც სანამ კალადის კაცი გახდებოდა, ბევრ ბარიერზეა გადამხდარი. მათ შორის ურთულესი იქნებოდა 1988 წელს მიღწეული სიმაღლე სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერტანამშრომელი. სსრ თუ არ იცით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ნიშნავს. ცოტა შელამაზებით. უშიშროების კომიტეტი კი KGB. ეგ ალბათ გაგიგიათ. კომუნისტები მხოლოდ ყველაზე დამსახურებულებსა და ერთგულებს იღებდნენ. სწორედ ასეთი იქნებოდა ამხანაგი ბენაშვილი. და ასეთი იქნებოდა ამხანაგი რამინა ბერაძე. ისევ პარლამენტის ვებგვერდს გაჩვენებ და გიკითხავთ. 1985-91 წლები რაიკომის მდივანი. რაიკომი იცით, რაიონული კომიტეტი. რისი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის. ხო და ბატონო ირაკლი, აწი ვიღაც ყოფილ ლიეტუელ დისიდენტებზე რომ იტყვით, აგდებით კომუნისტია ეგო, გვერდზე გაიხედეთ. მერე გამოიხედეთ. რამდენი თქვენი დღევანდელი კოლეგა გიყურებთ კბილთა ხრჭენი და გულის ჯიბეში, რამდენი ისინჯავს კომპარტიის წითელ წიგნაკს. უხაი ის დრო დააბრუნა და შენ თავი მომცა ხა ცეკას პლენუმზეო. უკრაინაში რუსული ჯარის ხოლო საქართველოში რუსი მიგრანტები შემოჭრიდან ანუ 2022 წლიდან 2024-მდე ჩვენში გაორმაგდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიების რაოდენობა. საბოლოო სურათით, დღეს საქართველოს IT სფეროში კომპანიების 56% რუსულია. მიხვდებოდი, ნაწილობრივ დეზერტირი, ნაწილობრივ გერეუ FSB-ს გამოგზავნილი ეგრეთ წოდებული IT-შნიკების ხარჯზე. მისალოცი ამბავია ჩემ მამზემ. 2025 წელს ზრდა შეჩერებულა. რეგისტრირებულია მხოლოდ 25 კომპანია, მაშინ როდესაც 22-ში ასეთი 15,000-მდე იყო. არიქა რუსი გამოგველიაო და პროჭრილურმა რაზმა დასწყო საკანონმდებლო ცვლილებები. ბევრ რუსსა და ცოტა ბელარუსს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება გაუმარტივოთ და საგადასახადო შეღავათებიო. დაწერეს და მიიღებენ კიდეც ახლა. მე შენ გეტყვი პარლამენტში დებატები გაიმართება თუ მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ვინმე. იქნებ როგორმე კიდევ მოვიზიდოთ რუსები. გვაკლია ნამდვილად. ხო და ვინც თქვენი ჭკვით ნაციონალებს დასცინოდი თავი დროზე კომპიუტერისა და ინგლისურის მცოდნეებს ეძებენ მხოლოდ აი მოვიდა თქვენ დრო და გადაიდგა დიდი ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ უფასო ფულისკენ და ევროპის დაპირებული გაოცებისკენ ახლა კოც კომპიუტერისა და უკვე რუსულის მცოდნეები სჭირდება არ გინდოდათ ევროპა და ევროპულობა იგრძეინ განსხვავება ღრმად და თავისუფლად ჩაისუნთქეთ ჩელიაბინსკისა და სიქტივკარის მონატრებული ჰაერი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ იმპერიალისტებსა და მსოფლიოს მმართველ მასონებს. რუსეთი კი მოკვეთეს ყველა სპორტიდან ძიუდოსა და ჭიდაობის გარდა და ყველა ოლიმპიადიდან, მათ შორის სამთრის ოლიმპიური თამაშებიდანაც აგერთ ნახევარ წლის შემდეგ. მაგრამ სპორტი რუსეთში არ კვდება. დიდი სპორტი დიდ რუსეთში აღმავლობის გზაზეა. პერმის ოლქში, სოფელში სახელით კრილოვო, წელსაც გაიმართა ჩემპიონატი ნეხვის როლაში. საიუბილეო უკვე მე-15. და ის, ვინც ვერ მიდის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე სპორტის უფრო ტრადიციულ სახეობებს შეჯიბრისთვის, მიდის ამ კრილოვოში, სპორტის ახალ სახეობაში პირველობის მოსაპოვებლად. სხვაგვარად, ვერ აიხსნება მონაწილეთა რიცხვის ასეთი ზრდა წლიდან წლამდე. წელს ნეხვის როლის სტარტზე 250-მდე რუსი დადგა და ქალები ცოტა მეტიც იყო. არაა გასაკვირი, მათი კაცები წღრენში უკრაინაში ბანაობენ. გამარჯვებული გახდა ევგენი ალექსეევი, რომელმაც ნეხვი 45 მეტრზე სწორცნა. ოქსანა ბელოვაგი ქალებს შორის 29 მეტრით. გამარჯვებულს გადაეცა დიდი ქვავი უზბეკური ფლავის მოსამზადებლად. მეორე და მესამე ადგილოსნებს შამფურები და მაყლები. ერთი მაგის ჩიტი გამხდა მაგ შამფურებზე რას წამოაცოვენ, ან იმ ქვაბში რას შაშუშავენ, ან იმ მაყალზე რას შემოდგამენ. თუ შეჯიბრის ორგანიზატორმა ირინა ჩუგაევამ აკრედიტებულ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად ჩატარდა და მონაწილეებს, ციტატა, სახლშიც კი სურდათ ამ სპორტული ინვენტარის წაღება. ამ დროს ბიჭო უფასო თუღა ძღრენი მიაქვს სპორტული შეჯიბრიდან და ჩვენ იმას დავარდოთ უნიტას იპარავს. ხო, დამოვიწყდა მე თქვა. შეჯიბრის ადგილდელი რეკორდი წელსაც მყარა დარჩა. ადრე ნეხვი ვიღაცა 64 მეტრზე უსვრია. ქარი იყო და წელს ხელი შეგვიშალაო გამოსtildeმა სპორტსმენებმა. და როგორც დიდი რუსი პოეტი იტყოდა და были люди в наше время, не то что нынешнее племя, богатыри, не вы. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგის გოგუტიშვილთან ერთად. მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ, ხარი დაგვიჭერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.